მამაო, დაგლოცეთ. დაგლოცოთ უფალმა. მამაო, ადამიანები ვართ ამბიციურები. აი ეს ამბიციები როგორ უნდა მოვთოკოთ და საიდან მოდის და თუ შეიძლება რომ ამბიციას მისცე ისეთი მიმართულება რომ გახადო ღვთიური და არა ბოროტის. ამბიციურობა ერთგვარი ამპარტავნება, პატივმოყვარეობა და ამბიციური ადამიანი ამბიცია ყველას აგვაქვს. მეც ამაქვს, შენც აგაქვს, ყველას აგვაქვს, მაგრამ მეტნაკლებად. თავარი არის, რომ ეს ამბიციურობა არ გადაიზარდოს სხვის განკითხვაში, სხვის დამცირებაში. ზოგი ადამიანი იმიტომ რომ თვითონ ამაღლდეს, სხვას ამდაბლებს. და ეს ძალიან დიდი შეცდომაა. უფალი ამაზე გვეუბნება, რომ უგნურო ჯერ შენ ამოიღეო თვალიდან ეს მორიო და მერე ნახავო შენი ძმის თვალიდან იმ ჩხირის ამოღებასო. ასე რომ ამბიციურობა ეს არის ბოროტის სულის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელიც ცდილობს, რომ ამ ამბიციურობით ადამიანები ერთმანეთს წაკიდონ. რომ წაკიდოს და მერე უკვე აი მტრობაში მოდის ყველაფერი უკვე ყოველგვარი უბედურება. რაც მთელ სოფლიოში არაერთ გზის მომხდარა, თუნდაც აი სამოქალაქო ომები, იმას ესეთი აზრი აქვს, ამას ესეთი აზრი აქვს, დაპირისპირება და ერთი გაისროს ვიღაცა და იმას ეგონება აი იმ პირველმა მესროლ, მეორეს აი ამან მესროლ და დაიწყება ომი და დაგვიფაროს ღმერთმა. ეს ამბიციურობა უნდა მოვთოკოთ. გვახსოვდეს, რომ ამ ამბიციურობის უკან ბოროტის სული დგას. გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ, ჩვენ ყველა ნაკულევანებები ვართ, ყველას აგვაქვს ჩვენი ნაკლი. არ არსებობს ადამიანი ნაკლის გარეშე. და მთავარი რა არის იცი ადამიანის ცხოვრებაში, რომ ადამიანმა იპოვოს განცდა თვისთა ცოდვათა, შეიგრძნოს განცდა თვისთა ცოდვათა და როდესაც ადამიანი ღრმად ჩაუღრმავდება თავის თავს და როცა ადამიანი მიხვდება რა ცოდვილია, მას უკვე სხვისი განკითხვის არც თავი და სურვილიც აღარ აქვს. მომეცმე უფალო განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. აი დღევანდელი ახლა ეს მდგომარეობა ძალიან გავს იმას, რომ არ აქვს ამ ადამიანებს საკუთარი თავის განკითხვა, საკუთარი თავის განცდა, ცოდვიანობის განცდა და ღმერთმა მოგწეს ყველას, რომ აი ეს შინაგანი ჩვენი ნაკულევანება დაგვენახოს ყველას. როცა ადამიანი ამას დაინახავს, მერწმუნე რომ ის გამოსწორებისთვის ზრუნავს და არა სხვისი დამცირებისთვის. ეს ამბიციურობა მას აი ნულამდე დაყავს უკვე, იმიტომ რომ მიხვდა რომ თვითონ არის ცოდვილი, თვითონ არის სუსტი. და მამაო, რაღაცა მე ხშირად მინახია ხოლმე, რომ მე თან ამბიციური ადამიანები უკვე ძალიან ცუდ დღეს ჩავარდნილან და არის ცხოვრება უშვებს მე იმ დამცირებებს. ცხოვრება არა, ამას უფალი უშვებს. უფლის განგებულება უშვებს, დიდება უფალს, რომ როგორც კი უფალი ნახავს, რომ ეს ადამიანი რაც მიეცა, იმას ვერ აფასებს. კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმაო. ბაძვი და იგი პირუთ დაუგრუნდა მიემსგავს ამათო. და აი შეხედე, ზუსტად ესეთი რამე ემართება, რომ მერე უკვე უფალი ჯის მას. იმდენად ჯის, რომ შეიძლება გონებაც, ლოგიკური აზროვნებაც კი წაართვას და ისეთ სისულელებს აკეთებს ეს ადამიანი, რომ ადრე რომ ეთქვათ მისთვის, რომ აი შენ ამას გააკეთებ, შეიძლება გაასცინებოდა, რომ მე ამას არ გავაკეთებ. არადა სწორედ ამ ამბიციურობამ უარეს დღეში ჩააგდო. არ გავაკეთებ კი იმაზე უარეს აკეთებს, ვიდრე წარმოდგენა ექნებოდა. ღმერთმა დაგვიფაროს ამ ამპარტაუნებისაგან და ღმერთმა გვაშოროს უფალმა აი ეს პატივმოყვარეობა, ამბიციურობა ღმერთმა უხცეს თავდაბლობა და განცდა თვისთა ცოდვა და ამინ. მადლობა.